გამარჯობათ, გილოცავთ ძველი სტილით შობას და დამდეგ ახალ წელს ასევე. წინა ვიდეო ჩანაწერში ვისაუბრე არაბიზაციის საკითხზე. ეს იყო წინა წელში, დეკემბრის აღარ მახსოვს, ალბათ ბოლო დღეები იყო. და დამატების სახით კიდევ იგივე თემაზე მინდა ვისაუბრო. ისევ ესე დავარქმევ არაბიზაცია ორს. ეს იქნება ჩემი 45-მე ვიდეო ჩანაწერი. წინა გადაცემაში ძირითადად ვილაპარაკე პოლიტიკური, გეოგრაფიულ საკითხებზე, ხო? და ამჯერად დამატების სახით, რა თქმა უნდა, თანდათან იმის მერე ჩემს Facebook პროფილზე დავამატე, გავაზიარე სხვების მოსაზრებები და ამჯერად მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება ერთ-ერთ მიტინგზე საფრანგეთში, პარიზში, ერთ-ერთ მიტინგზე, ერთი ფრანგი ქალის ნათქვამი სიტყვა კალიფა. აი ამაზე გავამახვილო ყურადღება. დამატების სახით, რა თქმა უნდა, რაც უკვე ვილაპარაკე. წინა ჩანაწერში მე ვილაპარაკე, მაგალითები მოვიყვანე, რომ არაბებმა დაიპყრეს აფრიკის ქვეყნები, ეგვიპტე, ბერბერების ქვეყნები, დღეს რომ ქვია ლიბია, ტუნისი, ალჟირი, მაროკო, მერე უკვე გადავიდნენ ევროპის კონტინენტზე და 800 წელი დაპყრობილი ჰქონდათ პირინეის ნახევარკუნძული, დღევანდელი ესპანეთი და პორტუგალია. ხო და ამჯერად ეს ვიდეო ვნახე და ამ მანდილოსანის ნათქვამი, რომ ეს კალიფა არ გვინდაო, ფრანგულად კალიფა არის, ქართულად არის ხალიფატი. და ხალიფატი ახსენი მე რაც არის, ხო, 473,000 არაბული მოსახლეობა, არაბული ქვეყნები, 23 ქვეყანა. ეს განმეორება მიხდება წინა ჩანაწერის, 23 ქვეყანა არის და რას ნიშნავს ეს ხალიფა, ხო, ხალიფატი. ამ ხალიფატში ამ არაბებს მოაზრებული აქვთ წინა საუკუნეებში, როდისღაც ამ ხალიფატში რომელი ქვეყნები შედიოდა. ცნობისთვის ვიტყვი, რომ ეს თავშალი თუ რაღაცა რო ახურიათ თავზე ნაჭერი და ზევიდან შავი რგოლები უკეთიათ ბუბლიკებივით, 2 ბუბლიკი უკეთიათ და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს ყოფილი იმპერიების, უკაცრავად კონსტანტინოპოლისა და რომის შეერთებას, გაერთიანებას ისევ ხალიფატში. ამ ხალიფატში, რადგან ეს ბუბლიკებიადებ თავზე, იგულისხმება პირინეის ნახევარკუნძული, დღევანდელი ესპანეთი, პორტუგალია და კავკასია. საქართველოს გარდა, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი, სომხეთი და უარს არ ეტყვია ჩრდილოეთ კავკასიაზე, სადაც მუსულმანური ქვეყნები არსებობს. ეს არის ამ არაბების, ესე იგი, პროგრამა, ასე ვთქვათ, დავარქვათ პროგრამა მაქსიმუმი. სადაც ამ პროგრამა მაქსიმუმში საქართველოც შედის. ჩვენც გვეხება ეს. როგორც უკვე აღნიშნე, ეს ხალიფატი 13 მილიონ კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. უკვე არაბული ქვეყნები და თუ ახლა კიდე გავალთ და მუსულმანურ ქვეყნებს
ჩავთვლით, ანუ არაბულ ენაზე ვინც წერს და კითხულობს, ლოცულობს, ყურანი არაბულ ენაზე არის დაწერილი, მოგახსენება და იმ ყურანის კანონების მიხედვით მისი თარგმანი არ შეიძლება და უნდა არაბულად წაიკითხონ და ახლა მოლა არის თუ ვიღაც როგორ დავარქვა პროფესიონალი მუსულმანი მომსახურე პერსონალი კიდე თუ არა არაბული უნდა იცოდეს და ესე იგი უკვე არაბულ სამყაროში მოიაზრებიან და ეს არაბული სამყარო ინდონეზიიდან როგორც იცით აგერ არ უკონდე ვიცი მე ცეგი წყნარი ოკეანიდან ატლანტიკის ოკეანემდეა გადაჭიმული და თუ მივამატებთ იმ 473 მილიონს ირანია 85 მილიონი თუ 90 უკვე ავღანეთი, პაკისტანი, ბანგლადეში და ინდონეზია და რაღა დარჩა ხო მილიარდზე ესე იგი გადააჭარბა თუ 2 მილიარდი აღარ ვიცი და ეს არის და ამ ხალიფატის წინაშე ვდგევართ ჩვენ ასე სულ უიარაღო ხალხი ქართველები თან მოღალატე მთავრობის თანხლებით რა აი ამით ხელში ვართ ქართველი მოღალატეების ხელში და რამუელი საქართველოს ალბათ აი 2-3 წელიღა დარჩა და როგორც სიტყვია ხოლმე ან მარჯვნივ უნდა წავიდეთ ან მარცხნივ პირდაპირ გზა ფაქტიურად ჩაკეტილი გვაქვს პირდაპირ რა ახლა ვინ გიშვებს თუ არა კაია ხო იმაზე დავდე გამახსენდა ახლა მე კომპიუტერში უყურებ თან ვიდეო დავდე სადაც აი ქალაქის თბილისის ცენტრში არის ქუჩაში მიმდინარეობს ლოცვა და რას ნიშნავს ეს სხვებისგან გავიგე სხვათა შორის ფრანგებისგან გავიგე ფრანგულ იმაში Facebook-ში წავიკითხე რომ არც ერთ მუსულმანურ ქვეყანაში არ არის დაშვებული ქუჩაში ლოცვა. აი ეს როგორც ხდება საქართველოში, ხო ვნახეთ უკვე, ან კიდე არის მე მინახია პარიზში, ხდება ეს ლონდონში, რომში, ბერლინში და რას ნიშნავს ეს? ეს არის დემონსტრაცია მუსულმანური ძალის, ასევე მუსულმანებს შორის სოლიდარობის და ერთმანეთს ხედავენ და სოლიდარობას ვარ არის ხო? აი ჩვენ ვართ და ძალას აჩვენებენ და ამავე დროს გარდა ძალისა ეს არის აგიტაცია. მარტო ის არ არის რომ ვიღაცა გავლენს აწუხებენ ქუჩაში და ვერ გაუვლია ადამიანს ესიერად და თან კიდე პარიზში მინახია პოლიცია იცავს ამას და მანქანა და რამე ვერ გაივლის ხო? ხო და აი ეს არის სწორედ ძალადობა უკვე და ამ ძალადობას ევროპაში ჯერჯერობით რა ვიცი მე პოლიცია იცავს და ლიბერასტული აი ჯო ბაიდენის დროინდელი კანონები აქვთ ჯერ ტრამპის კანონებმა ვერ შემოაღწია ნახოთ რაღაცა რა იქნება ის უკვე არის პატარა დადებითი ნიშანი რომ დონალდ ტრამპი დაუპირისპირდა ურსულა ფონ დერ ლაიენს და ასევე საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და საერთაშორისო შეხვედრებზე სხვათა შორის პარტია ნაციონალური ფრონტის ყოფილი ნაციონალური ფრონტი ერქვა ეხლა ნაციონალური შეკრება ქვია მისი ლიდერი მარი ლეპენი გახადა ამ შეხვედრების თანამონაწილე და არა პრეზიდენტი მაკრონი რაც იმაზე მიანიშნებს რომ ლიბერალური
ხაზი მაკრონი და ეს მიუღებელი არის ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვის, პირადად შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის და ფიქრობ, რომ ეროვნული უფრო ეს ცნობიერება და შეგნება იმარჯვებს ევროპაში, ევროპა დასავლეთში, გავაერთიანებ ამ დასავლეთში ამერიკასაც და ევროპასაც. მადუროს დაპატიმრებაზე ბევრია თქმული, მეც რაღაცა ნახევრად ზოგჯერ ხუმრობით, ზოგჯერ სერიოზულად მაქვს შესაბამისი ვიდეოები გაზიარებული და ამაზე ალბათ ეხლა არ არის ლაპარაკი, რადგან ბევრმა გამოთქვა ამის შესახებ აზრი, როგორც ერთი მხრივ, თქვათ პრეზიდენტ ტრამპის მხარდასაჭერი, ასევე საწინააღმდეგო არის ოპოზიციური განწყობის ხალხი, ხო და მე უფრო დაუბრუნდები ისევ საქართველოს საკითხს ამ არაბიზაცია არა მარტო არაბიზაციას ის არის სიტყვიერად რო ვთქვა მუსულმანიზაცია შეიძლება დავარქვათ, ესე იგი მუსულმანური სამყაროს შემოსვლა საქართველოში, ხო? ეხლა რა არის? საშუალება რა არის, რომ აქ ლაპარაკობენ, მესმის რომელიღაც პარტიები და ისინი 6 მილიარდ ნახევარი ჩადო, ეს არის და რა, მარტო ფულზე არ არის ლაპარაკი კაცო. არ არის ფულზე და მე მოვიყვანე მაშინ ჩემი წინა იმაში ვიდეო ჩანაწერში ვისაუბრე, რომ რა დღეში არიან არაბულ იმას საუდის არაბეთთან უფრო დაახლოებული ქვეყნები, რომელებიც უფრო ადრე დაიპყრეს, თქვათ, მე-7 საუკუნიდან და მე ბოლოს უკვე ყველაზე უკეთესი მდგომარეობა, ასე ვთქვათ, არის ალჟირში და მაროკოში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა 30% არის მოსახლეობის, მაგრამ სახელმწიფო ენა და ადმინისტრაციული ენა, სამუშაო ენა არაბული არის. და არაბულ ქვეყნად ითვლება ალჟირისა და მაროკოს. ხო, იმათ კიდე არ აუშავს, მაგრამ ტუნისი მოგიყვანეთ მაგალითი, ლიბია და ყოფილი ქრისტიანული მართლმადიდებლური ქვეყანა ეგვიპტე, სადაც როგორც გითხარით, აღნიშნე 90% არაბები არიან, მუსულმანები და 10% დარჩნენ ნამდვილი ეგვიპტელები, კოპტები და 10% რა არის, ხო, წარმოიდგინეთ, საქართველოში რომ გადმოვიტანოთ, 10% რომ დარჩეს ქართველი საქართველოში და 90% იყოს, მუსულმანი. არაბიც იგულისხმება, პაკისტანელიც, თურქიც, სპარსელი, ბანგლადეშელი და რა ვიცი, ტაილანდელი თუ ვინ არის კიდე იქ. ინდონეზიაში კიდე, რა ვიცი, რამდენია 300 მილიონია მგონი ინდონეზია თავისი მუსულმანური მოსახლეობით. ხო და მაგალითი კიდე სხვა იმაში მაქვს მე აღნიშნული, თქვათ სინგაპური, ხო? ეს მიშა სააკაშვილო სინგაპურიზაცია და მოგვიწია ამ სინგაპურიზაცია მეტი რა გინდა. ის სინგაპურში მოსახლეობის 15% არის მხოლოდ ადგილობრივი მალაიელი, რომელიც თავის საკუთარ ენაზე ლაპარაკობს, მაგრამ სახელმწიფო ენა, სამუშაო ენა, ადმინისტრაციული ენა არის ინგლისური. და ძირითადი მოსახლეობა არის ჩინელები, დასახლებული სინგაპური და დაახლოებით 8 თუ 10% ინდოელები. ესე იგი, სინგაპური არის ჩინელების და ინდოელების და 15%-ში არის ადგილობრივი მოსახლეობა. უფრო სავალალო მდგომარეობა მინდა აღნიშნო, ეს არის კუნძული ცეილონი. ხო, ყოფილი ინგლისის კოლონია იყო,
1960-იან წლებში დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ინგლისმა მისცა დამოუკიდებლობა, ინდოეთისგან დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, როგორც ინდოეთი გაიყო იქ აღმოსავლეთ პაკისტანად, ეხლა დღეს ქვია ბანგლადეში და დასავლეთ პაკისტანად, ისევ პაკისტანი ქვია და აი ცეილონი, რომელსაც დაარქვეს სრი-ლანკა. რუსებმა მე შეცვალეს სრი, ვინც რუსული არის ის უთარგმნი ახლა უკაცრავად ვარ, მაგრამ ზუსტი თარგმანი იქნება ქართულად ლანკა მოჯიო რა, სრი-ლანკა. ხო და რუსებმა ეს უხერხულება რომ აეცმიათ ჯმასთან რო არ ყოფილიყო დაკავშირებული ქვეყნის სახელი, შ-ად გადააკეთეს და სრი-ლანკას მაგერას შრი-ლანკა დაარქვეს, რუსულად ქვია შრი-ლანკა. ეხლა რატო მოიყვანე ეს შრი-ლანკის ამ მაგალითი? შრი-ლანკაში ადგილობრივი მოსახლეობა ფაქტიურად აღარ არსებობს. შრი-ლანკაში ადგილობრივი მოსახლეობა ვედები არიან, რომლებიც არის 2500 კაცი დარჩენილი. წარმოიდგინეთ, ესე იგი 2500 კაცი არამც თუ ერის, ტომის ფუნქციასაც ვერ შეასრულებს. არის უკვე დიასპორა შეიძლება დაერქვას ამას საკუთარ ქვეყანაში. ღმერთამ აგვაცილოს კაცო ეს უბედურება, წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში 2500 კაცი, 2500 ადამიანი, ქართულად ენოვანი ადამიანი დარჩეს მარტო. რა თქმა უნდა, ის სინგალები და ტამულები ცხოვრობენ იმაში, რა ქვია, ამ ცეილონში და მოხდა ამ ხალხის ვედების ასიმილაცია. გარდა ასიმილაცია, რო შეიჭრა, ალბათ დახოცეს და რა ვიცი მე და ინდოეთში არის პატარა ისეც დიასპორა ვედების რამდენიმე კაცი, მაგდენი ალბათ ქართველები ნებისმიერ ქვეყანაში იქნებიან, მაგრამ საბერძნეთში და საფრანგეთში უფრო მეტია ალბათ ქართველი, ვიდრე ეს ვედები მეზობელ ინდოეთში. 500-600 კაცი არის სულ. ხო. ესე იგი, ასიმილაცია მოხდება. ხო და წარმოვიდგინოთ ახლა, რომ საქართველოში 10% დარჩეს თუ 15, როგორც აი სინგაპურში, ან კიდე ღმერთმა აქმნას, რომ ვედების ბედი გავიზიაროთ და 2500 კაცი დავჭეთ, თუმცა რაღაც შორს მივდივარ, ცეილონი რა, შრი-ლანკა, ალბანეთი, ჩვენი მეზობელი კავკასიური ენობრივად ქართველებთან მონათესავე ხალხი, გაქრა ალბანეთი და აღარ არის მის ადგილზე, არის აზერბაიჯანელი. აზერბაიჯანი და ალბანელების ალბათ ასიმილაცია მოხდა. გათურქება მოხდა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ალბანეთის ხსენება არ არის, მაგრამ მათი შთაუმავლები, უდები, მაგაზეც მაქვს ლაპარაკი ხოდ ჩემს წინა გადაცემებში, რამდენი დარჩა 1979 წლის მონაცემებით იყო დაახლოებით 5 და 8000 აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და იგივე ალბათ დაახლოებით 8 ან 10000 კაცი არის ეს აზერბაიჯანის კუტკაშენში და ვართაშენში და მცირე ნაწილი პატარა საქართველოში ყოფილი რა ერქვა სოფელი ოქტომბერი, ეხლა მგონია ზინობიათ კარს ეძახიან თუ ზინობიანი ეგ დაარქვეს იმ კაცის საპატივცემლოდ, ვინც აზერბაიჯანიდან ერთი სოფელი თუ ნაწილი სოფლისა წამოიყვანა საქართველოში და კახეთში დაასახლა იმ მოსაზრებით, რომ თავისი ენა და სარწმუნება მართლმადიდებლები არიან, რომ გადაერჩინა. და მართლაც მაშინ წამოვიდნენ იქიდან, ეს იყო დაახლოებით რევოლუცია, რომ მოხდა 1917 წელი, საქართველო დამოუკიდებელი იყო 1918-დან 21 წლამდე, იმ დროინდელი და მაშინ მეტი იყო ეს უდები.
ხო და ეხლა ეს უდიები უფრო დათანდათან ალბათ არაფერი ხო ასიმილაცია მოიხდინა სკოლა არ არის და თურქიზაცია და იგივე თურქიზაცია მოხდა საქართველოშიც ხო ნახევარი საქართველო რაც საქართველო არის იმხელა ტერიტორია არის თურქეთში და რადგან ესენი სკოლები არ არის და ქრისტიანობა არ დაუშვა თურქეთმა ვიცით ხო რომ იყო ოსმალეთის იმპერიაში შეთავაზება ქართველებისადმი და ბერძნებისადმი რომ ან რელიგია შეინახეთ ან ენაო ქართველებმა ენა არჩიეს და მუსულმანობა ქრისტიანობა დაარქმეს და მუსულმანები გახდნენ ბერძნები პირიქით რელიგია შეინარჩუნეს ქრისტიანული მართლმადიდებლური და ენით გათურქდნენ მაგრამ თურქებს დიდი ცოდვა მიუძღვით არა მხოლოდ მორალური და ზნეობრივი პოლიტიკურიც მათ დაარღვიეს ხელშეკრულება ქართველებთან და ისინი უნდა დაისაჯნონ ღმერთი დასჯის რა თქმა უნდა მათ მაგრამ კანონიერათაც უნდა დაისაჯნონ რა ვიცი ახლა ძალა რომელ ქვეყანას შესწევს და ვინ გამოიდებს თავს თუ არა და საქართველო თუ იქნება ღონიერი და ძლიერი შეუძლია მორალური და თვალსაზრისით დაასაჯოს იმიტომ რომ ხელშეკრულება დაარღვია თურქებმა ოსმალეთის იმპერიამ შესთავაზა რომ ან ენა ან რელიგია დასმეს ქართველებმა და ენა შეინარჩუნეს მაგრამ მერე უარი უთხრეს დაარღვიეს ხელშეკრულება თურქეთში არც ქრისტიანობა არც ის არის რა ქვია ენა სკოლები არ არის და აუგზავნეს საერთოდ ამდენად თურქებმა იმასაკნეს დანაშაული ჩაიდინეს ნებისმიერ დროს ძალა რომ კონდეს საქართველოს შეუძლია ის ტერიტორია რაც ქართველებს ისტორიულად ეკუთვნოდა დაიპყროს და იქიდან განდევნოს საერთოდ თურქი მოსახლეობა და ის კი არა რა ვიცი მე სალაპარაკო სხვა არის ასე თუ ისე მე იმას აღვნიშნო რომ თურქებმა კანონი დაარღვიეს როგორც ზნეობრივი ისე მორალური ხო ეხლა საქართველოში რა ხდება ხო ასიმილაციას ვახსენე ისტორიულად კიდე ქართველები მუსულმანი იყო და თათარს ეძახდნენ ესე იგი რამდენი ქართველი გამუსულმანდა სიცოცხლე რო შეენარჩუნებინა და თავის თავმავლობა რო გაეგზელებინა გენეტიკური რა თქმა უნდა და ეროვნული გამუსულმანდნენ მუსულმანს თათარს ეძახდნენ იყო დაუშვა თქვათ ოსმალეთმა თუ ირანმაც რომ თუ სომხურ ეკლესიის ის გახდებოდა წევრი ესე იგი გრიგორიანულ სარწმუნოებას დათანხმდებოდა იმათ ხელს არ ახლებდნენ და ვინც თქვა რომ გრიგორიანი ვარო ისინი სომხებად ჩათვალეს ეს მარტო ირანისა და ოსმალეთის პერიოდში არა რუსეთი რო შემოვიდა 1800 პირველი წლიდან სანამ რევოლუცია მოხდებოდა 1917 მანამდე რუსები ხელს უწყობდნენ ქართველების გასოხებას რა თქმა უნდა გარუსება აზნაური იყო თუ თავადი იყო დაუკითხავად პირდაპირ და თან კიდე პრივილეგიები უნდათ ალბათ და პრივილეგიის გამო აზნაურები და ქართველი თავადები რუსული გვარებია ხო ვიცით ახლა რა სხვა ჩამოთვლია რა ციციანოვი ბარათოვი და ასე შემდეგ ხო და აი ესე რა ესე კათოლიკურ ეკლესიას მიეკუთვნებოდა კაცი კათოლიკე ვარ ეთყოდა არ უშლიდნენ ამას ამ სარწმუნოებას რატომღაც არც ოსმალები არც სპარსელები და ისინი ფრანგებად ჩაწერეს იყო ასეთი ლუთერანური ეკლესია ვინც თქვენს რომ ლუთერანები ვართო გერმანელებად იყო არის ასეთი წიგნები მე საბჭოთა პერიოდში
ვავრცელებდი, უკვე ვთქვი ამის შესახებ, ქართველი გრიგორიანები, ზაქარია ჭიჭინაძე წერდა ამის შესახებ, გამოსცა კიდევაც ეს წიგნები, ქართველი კათოლიკები არა როგორ იყო რა სათაურია, ფრანგი ქართველები, ესე იგი, გაფრანგებული, ლუთერანი ქართველები, გააგერმანელებული, ხო და ან კიდე გაოსებული ქართველები იგივე, ვიცით ხო რომ რუსების იმპერიის დროს ქართველები ოსებად ეწერებოდნენ, რატო რომ უფასოდ აძლევდნენ მიწას. და პრივილეგია ჰქონდათ, რომ ჯარში არ მიყავდათ ოსები, ქართველი კიდე როგორ თან ჯარში წაყვანა რას ნიშნავდა, ლატარიასავით იყო, გაათამაშებდნენ, ესე იგი, რაღაცა უნდა ამოეღოთ, კინოშიც არის ეს, ფილმებში არის ნაჩვენები და ვისაც შეხვდებოდა ეს ჯარში წაყვანა, უნდა წასულიყო და როგორია 20 წელი უნდა ემსახურა. და 20 წელი რო არ ემსახურა, ახლა ქართული ოჯახი ხო წარმოიდგინეთ, ჯარში წასასვლელი რო იყო, იტყოდა რომ ოსი ვარ. ის ოჯახი იტყოდა ოსი ვარ და მელაშვილი, მელაძე თუ გელაშვილი, ბეღელური და რა ქვია, ეგრე ის რო არის, ოსებს ვოყავთ პოეტი, როგორია კაცო. რა დამავიწყა კაცო. ქართველები, ესე იგი, ქართული გვარები რა. ეხლა სიტყვა წარმოშობა უყურე შენ ცხოვრებოვი არის ოსია და ცხოვრებაშულები ქართველები, ხო? ცხოვრებიდან არის სიტყვა რა წარმოები. ან მელა არის, მელაშვილი არის, გელაშვილები ქართველები არიან, გელიდან არის თუ გელიდან რა, ასე ისინი არიან და ისიც ავთქვი რომ აგერ საბჭოთა პერიოდში ხდებოდა ქართველების აფსუება დაწერა, ხო? წინა იმაშიც მომიწია მგონია თქვი, კაი აღარ გავაგზელებ მაგას და რა მინდა თქვა რომ უკვე საქართველოს ეს ყველაფერი, უკვე გავლილი გვაქვს, უკვე დაზარალებულია ქართველი ერი, გასოხდა, გაოსდა, გარუსდა და ქართველი თანდათან იკლებს, ასიმილაცია ხდება. ესე იგი ქართველი არის ასიმილირებული, ექვემდებარება ასიმილაციას და დღეს საქართველოში ისეთი ხალხი შემოდის, აი თქვა ჩინელები, არის არაბები, ბანგლადეშია, პაკისტანი, ავღანეთი, ესენი ცხოვრობენ ევროპულ ქვეყნებში, საფრანგეთი, ხო, 65 მილიონია, 68 მილიონი, ინგლისი იგივე, იტალია, გერმანია საერთოდ 99 მილიონი და თურქეთი, გერმანიაში თურქები 3, 4 თუ 5 მილიონია. საფრანგეთში არაბები არიან, არც ეციან 5-დან 10 მილიონამდე ვარაუდობენ. როგორია ვარაუდები, მილიონებში ვარაუდი, რატო ახლა? ის ვიღაცა რომ გახდა არაბი გაფრანგდა რა, მოქალაქეობას რომ მიიღებს საფრანგეთში ადამიანი, ის ითვლება ასევე მათ რა ქვია ფრანგად. ეროვნება და მოქალაქეობა გაიგივებული არის საფრანგეთში და ის არაბი რომ გახდა საფრანგეთის მოქალაქე, იმას უწერია ფრანგი, ეროვნება ფრანგი. პირადობის მოწმობაში, პასპორტში ფრანგებს უწერიათ, ვინც მოქალაქე არის, ეროვნება ფრანგი. ხო და ვეღარ გაიგებს ახლა ეროვნება, რადგან არ არის დაზუსტებული, არაბია თუ რა არის, ყველა არის ფრანგი. ხო? მაგრამ ეს არიან ესენი ვითომ საფრანგეთში მცხოვრები, გინდა ინგლისში მცხოვრები, ინგლისელი, ესე იგი, პაკისტანელები თუ ინდუელები, ან თურქეთში მცხოვრები, გერმანელები, გერმანიაში მცხოვრები თურქები, გერმანელები არიან ეროვნებით, რადგან მოქალაქეები არიან, მაგრამ ასიმილაციას არ ექვემდებარებიან.
მე ვიცი პირადად ვიცი ჩემი თანამშრომლები ქალი რო მუსულმანდა, ნუ გათხოვდა არაბს გაყვადა, მუსულმანი გახდა, ან კიდე კაცმა ერთი იყო დანიელი ცოლი მოიყვანა ალჟირელი და მუსულმანი გახდა. და თან ნუ წახალისება აქვს, რო იცოდეთ თქვენ მუსულმანური რაღაცა არის ორგანიზაციები არც არის ფარული და პირდაპირ ისა მე ვიცი სამუშაოზე ეს დანიელმა რომ მოიყვანა არაბი ცოლი ჩემმა პატრონმა არაბი იყო სირიელი წარმოშობით 15,000 ევრო აჩუქა. აი ესე რა ნაღდი ფული აჩუქა. ნუ იყო იქ ცნობილი რომ თუ ინმეო არაბს გაყვა ქალი იყო ერთი რა ერქვა აღარ მახსოვს გოგო იყო ფრანგი ნატაშა ერქვა თუ ტანია ხო და ეს გათხოვდა იმასაც 15,000 თუ 20,000 აღარ მახსოვს ხლა მე არ მაინტერესებდა არც ჩაო და მიზუსტებია ხო და თან ამას უკან უდგას ფინანსიური ინტერესი. კი არა ასიმილირდებიან ესე იგი ეს მუსულმანელი ხალხი. პირიქით იქით წარმოიდგინე ამ ხელა კულტურის თან კოლონიური ქვეყანა იყო საფრანგეთი, ინგლისი, ესპანეთი, ხო და თვითონ კი არ ფრანგდება და ინგლისელდება, ან გერმანელდება, ან ესპანელდება. იქით მუსულმანებენ ამ ხალხს. ნუ შესაშური ისაა რელიგია თან ფანატიკოსები ვით არიან. წინა იმაში თქვი აღნიშნე 22 წელი ვიმუშავე არაბებთან. უფრო მეტი კონტაქტი მქონდა არაბებთან, ვიდრე ქართველებთან. და ყოველდღე უყურებდი როგორი ერთმანეთში სოლიდარობა, პატივისცემა, ხო და ერთად ლოცვა და არ ვიცი მითქვია თუ არა სადმე როგორ არიან ისიც აი ნარკომანები ვით არიან. აი წარმოიდგინეთ ნარკომანი რომ როაც აღწახებს რომ რაღაცა უნდა მოწიოს თუ გაიკეთოს მაგაში წავერკვევი მე როგორ არის ეგ საქმე ხო და მაგალითი მინდა მოვიყვანო ერთხელ მეტროში ჩავედი დილა არის სადღაც მივდივარ და ქალაქ გარეუბანი არის ეს პარიზის სენტუანი არის და ჩავედი მეტროში გაჩერდა ვაგონი და შევედი. ნუ არც ბევრი ხალხი არისა და დავინახე ერთი ადგილი თავისუფალი და ვიფიქრე ახლა რამდენი 5-10 გაჩერება და ფეხზე ვიდგე მეთქი და დავждები ბარე მეთქი. როგორც წავიწია უნდა მივიდე დავждე და მოპირდაპირე მხარედან მეორე კარებიდან ესე იგი ვიღაცა გამოიქცა ესე იგი ფაქტურად აი გამოიქცა. ნუ მოსწრებაზე რა თვითონ მე გავჩერდი ახლა და მივიდა და დაждდა. ნუ არც ისე ბევრი იყო რომ მეფიქრა რომ უჭირს თუ რაღაცა ნუ ჩემი ტოლი იქნებოდა ალბათ ხო და ნუ შუახნის კაცია 50 წლის დაახლოებით ხო და ძალიან განერვიულებული ისე აფორიაქებული თითქმის აი ხელი რო უკამკალებს და დაждდა დაიდო პორტფელი ეკავა დაიდო ამოიღო იქიდან გაზეთი ამოიღო ავტოკალამი ამოიღო პასტა ამოიღო და გადაშალა და უცებ დაწნარდა აღარს ხელი უკამკალებს ეს სახელს დაუმშვიდდა ხო და ვიცახი რა არის მივედი ცოტა ახლოს შევხედე და რა უკავია რებუსი უკავია ესე იგი რებუსის მანიაკი ეტყობა გაზეთი იყიდა დილას ხო და რაღაც ახალი რებუსი ნახა და ესე იგი ის ქონდა ალბათ რა ვიცი მიჩოული იყო რა ხო და დაждდა თუ არა და დაიწყო ამის შევსება რებუსის აი ესე არიან მე რატო მოახდინე ისა მე მიყურებია შესვენება გვაქვს ხო და იმ მომენტში რომ მე შესვენება მქონდა სამსახურში იგივე სხვა არაბებს ჰქონდათ შესვენება ხო და ერთი ისა ჰქონდათ ესე იგი აი აფორიაქებულები რაღაცა თითქოს ეჩქარება რამე და
დადგებოდნენ, ერთი ადგილი ქონდათ ამოჩებებული, კუთხე ადგილი, მე მგონი აღმოსავლეთისკენ უნდა იყურებოდეს თუ დასავლეთისკენ, საიდანაც თვითონ იციან, ახლა ვერ ვიცი და დაემხობოდნენ და ლოცულობდნენ. და რო ილოცებდნენ, სხვა ადამიანები ხდებოდნენ. ესე იგი, აი როგორც ნარკოტიკი რომ მოუნდება ადამიანს, ან აი რომ ის არის ადამიანი რო განერვიულდება და წეველი რო არის და რომ მოწევს. სიგარეტს რომ მოწევს და ცოტა დაწნარდება. აი ესეთი ის არის ამ იმაში, რა ქვია. მე მგონია რა, რელიგია ხო, ლენინმა რო თქვა, რელიგიაო, ნარკოტიკიაო, აი ალბათ დაკვირვებული იყო ის ლენინიც, ხლა. სულელი კაცი არ იყო, ჭკვიანი კაცი იყო. ამხელა რევოლუცია მოახდინა და ისტორიაში ჩაეწერა გამოსაჩენი სახელია, ხო? სხვათა შორის ის ლენინი ხან შვეიცარიაში ცხოვრობდა და ხან პარიზში და პარიზში უცხოვრია 10 წელი. 10 წელი ცხოვრობდა და 10 ჯერ გამოიცვალა, ესე იგი ყოველ წელს იცვლიდა ბინებს. და გარეუბანში პარიზის გარეუბანში ლენინის ქუჩაც არის და სადაც ცხოვრობდა ბარელიეფი არის ზედ, რომ ამადამ წლებში ლენინი ცხოვრობდა ამ სახლში, ამ რაღაცა ხო და ისი დაკვირვებული იყო ალბათ ამ მაშინდელი მუსულმანების ყურებაზე და ეგა თქვა ალბათ რომ რელიგიაო, ნარკოტიკიაო. თუ არა ქრისტიანებზე არ იტყოდა ახლა მე ჩემ თავზეც ვიტყვი და სხვებზეც ახლა ბევრი მინახია ხო რომ დღე ისე გავა რომ შეიძლება პირჯვარი არ გადაიწერო და შეიძლება ქუჩაში შეამჩნიოთ ეკლესიასთან რო გაელის კაცი მაშინ გადაიწერს პირჯვას ან ზარი რო დარეკავს მაშინ გაახსენდება. ესე იგი ამ ქრისტიანობაში უფრო ნაკლები ფანატიზმი არის ვიდრე მუსულმანურ რელიგიაში. ნუ ეს რაც არის ხო და დღევანდელი სიტუაცია როგორ არის საქართველოში? როგორც ნუ საქართველოში მცხოვრები ხალხი იზახიან, უკვე თქვი ეს აღნიშნე, წერ კიდევაც ამ სოციალურ ქსელში, Facebook-ში, რომ 3,700,000 კაცი არის საქართველოში თლიანი მაცხოვრებელი. ნუ ამ 3,700,000-ში სომხები, რომლებიც არსად არ მიდიან, აზერბაიჯანელები და პირიქით აზერბაიჯანიდან შემოდიან და სახლდებიან საქართველოში, უფრო ამრავლებენ იმ აზერბაიჯანულ მოსახლეობას, ქვემო ქართლი რა თქმა უნდა, მესხეთ-ჯავახეთში სომხები არსად არ მიდიან და ზიან კარგად, დამაგრებულები არიან და პირიქით სომხეთიდან შემოდიან და ყიდულობენ მიწებს, სახლებს და ეგერ წალკის რაიონში 67% იყო ბერძენი და იმის მე რაც წავიდნენ ბერძნები და მე მოყოლითან ვიცია და გიცა ძალიან იაფად ყიდიდნენ, წარმოიდგინეთ $100, $200 ყიდულობდნენ სომხები წალკაში, წალკის რაიონში მიწებს და იმ სახლებს რაც იმ მიწაზე იდგა. ხოდა ფაქტიურად სომხებმა ეს მესხეთ-ჯავახეთი პლუს ბორჯომის რაიონი, ეს თრიალეთი სომხეთად გამოაცხადეს ხვალზე, ესე იგი მოამზადეს ფაქტიურად სომხეთთან გასაერთიანებლად. ინტერნეტში რო შეხვალთ, ჩაწერთ ჯავახკ, რაღაც საზოგადოება არის, მოსკოვში არიან დარეგისტრირებული და სოციალურ ქსელებშიც არიან გაფანტულები და ორგანიზაციას უხდენენ, ვიდეოები არის და ამ ჯავახკს აქვს ხომ გამეორება მიხდება ალბათ უკვე ლაპარაკები მაქვს, აღარ მახსოვს თუ ილაპარაკე. კონსტიტუცია აქვს, ისტორია აქვს, რომ ჩვენ, ესე იგი, ეს სომხები ამ ჯავახკის იმაზე მონაცემებით თქმით, ადგილობრივი ხალხია, ავტოქტონი
რომ 1000 წელზე მეტი ცხოვრობენ და ვიდეოები უდევთ, ეს ტრადიციების რაღაცა გადაღებები და რა ვიცი და ფაქტიურად უკვე თავისად აცხადებენ და სომეხი რომ მიდის, ესე იგი, თქვათ ახალქალაქიდან თბილისში, ერთმანეთსეურები სად მიდიხარ, საქართველოში მივდივარო. აი ესეთი ისა გვაქვს, ესე იგი, ჯერ აფხაზეთი, მე ვფიქრობ დროებით ჩამოაცილეს საქართველოს, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, რომელსაც დღეს რესპუბლიკა დაარქვეს და დამოუკიდებლად გამოაცხადა რუსეთმა. ჯერჯერობით დამოუკიდებლად არის გამოცხადებული, მაგრამ მე ალბათ როცა უნდა რუსეთს შეუერთებს, რაც რუსები სისულელეს ჩაიდენენ, იმის არ იყოს თაგვმა თხარა კატა გამოთხარაო და ან კიდე სხვას რო უთხრიან ორმოს თვითონ ჩავარდებიან, თვითონ მოუწევთ ეგ. ხო და რა ხდება ახლა დღეს იმ სომხებისა და აზერბაიჯანელების რუსების გარდა ამ 200 წლის მანძილზე რომ შემოასახლა რუსეთის იმპერიამ, რუსებმა შემოვიდნენ უკვე მეტნი არიან არაბები, თურქები, პაკისტანელები და დანარჩენი მუსულმანური სამყარო რა. შუა აზიელებიც კი. რა უნდათ ახლა უზბეკებს და ყაზახებს და ყირგიზებს, თურქმენებს, რომ საქართველოში მოდიან, ყაზახებს კაცო იმხელა ტერიტორია აქვს, დიდარი ქვეყანა არის, არაფერი არ აკლიათ, ნავთობია თუ რა ვიცი, საბადოებია თუ რამე და იმითი ქალაქები უკეთეს მდგომარეობაში არის, მაგრამ რა ვიცი ახლა იმით მაგერად ვერ ვილაპარაკებ, რატო მოდიან და რატო სახდებიან საქართველოში, ხო? ხო და ხო, ერთი ვიდეო შევხვდა და გავაზიარე ჩემ პროფილზე არის, ალბათ ყაზახი უნდა იყოს, რუსულად ლაპარაკობს და გაუცემული ლაპარაკობს ეს. ამდენიო ის ინდუელს, ინდუ და პაკისტანელი და ეს რამდენისაო, რა არის, რა ამბავიაო, რატო არიან თბილისში. ესე იგი, ყაზახი, ესე იგი, რუსულენოვანი ყაზახი არის გაუცემული და პროტესტს გამოთქვას და ქართველებს კიდე რა ვიცი ახლა ქართველების ალბათ 1% არ არის რომ აი ესე შეწუხებული იყოს როგორც ის ყაზახი. ხო. რა ხდება ესე იგი 3,700,000 არის რომ იძახიან და ამ 3,700,000-ში ქართველი არის მილიონ ზოგი იძახის, მაგერ ის რა ქვია დემურგიორხელიძე არის, ხო? იძახდა 1,350,000-ო. მერე თქვა 1,200,000-ო. იგივე მერე ის შაშიაშვილმა თქვა რომ 1,100,000 არის თუ 1,200,000. ვინც არ უნდა იყოს, ახლა სხვადასხვა მონაცემები არის, მაგრამ ყველაზე მაქსიმუმი რო ვთქვათ, როგორც არის, ვთქვათ 1,300,000 ვთქვათ, 1,200,000. აი მაგ იმაში. ეგ გამოდის რომ საქართველოში თავი ჩვენი უცხოელი არაქართული მოსახლეობა ყოფილა 2,500,000 და დანარჩენი 1,200,000 თუ 1,300,000 პროცენტებში რომ გადავიყვანოთ, ეს არის თან უყურებ აქ მონაცემებს აშენეშალოს შპარგალკა მაქვს 65% არის უცხოელი, არაქართველი და ქართველი არის 35%. ხლა რაშია საქმე რომ მე დავინტერესდი, სამედიცინო თვალსაზრისით და ადამიანი რომ აი მოხდება რაღაც დამწრობას რომ მიიღებს, ხო? 65% დამწრობა თუ აქვს ადამიანს მიღებული, უკვე აღარა ცოცხლობს, ხვდება. და რას მინდა შევადარო რომ 65% თუ არის უცხოელი, ანუ დამწრობას რო შევადაროთ, საქართველო უკვე, ქართველი უკვე აღარ არის. გარდაცვლილი არის. 65% ხვალ ზეგ ესე იგი რომ არჩევნები ჩატარდეს, ან კიდე რომ იძახიან რეფერენდუმი ჩატარდეს,
გინდა რეფერენდუმი დავარქვათ, არჩევნები დავარქვათ, გამოკითხვა და ეს 65% ხვალ ზეგ მოქალაქეობას მიიღებენ, ცხოვრების უფლება აქვთ, ხო? მოქალაქეობას მიიღებენ, არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მიიღებენ და როგორც ის რა ქვია, ოჯგო რო იყო აფრიკიდან ზანგი ქალაქის მერის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, ხლა ცოტა დააგდა ალბათ კახაკალაძეს ვარაჯობა და ვიღაცა იყო კიდე და ეს არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას და ის 65% მუჰამედი მისცემს იმას მამედას ხმას, ხო? და მალეკა მისცემს ვიღაცა მეორეს ოჯგოს ხმას და ესენი იქნებიან პარლამენტში 65% და თანდათან დრო რო გაივლის და ეგრე გვისახლებენ და ქართველის ხმა არ ამოიღება და ქართული ინტერესები არ ტარდება საქართველოში, ხელისუფლება ანტიქართულია. აი ვაცხადებ, საქართველოში არის ანტიქართული ხელისუფლება. ქართული ეროვნული ინტერესები იდევნება. ამის მაგალითი ვარ მე 1991 წლიდან პირველი არჩევნებიდან ზვიად გამსახურდიას მიერ დაიწყო ქართველების დევნა. აი რომ დაარქვეს ეროვნული მოძრაობაო, ეროვნული მოძრაობის დაშლა, დანგრევა თუ რა დავარქვათ, ხო? მოსპობა დაიწყო ზვიად გამსახურდია. ხო, მაგ თემაზე მე ისა რა ქვია შემეკითხდნენ, ახლა არ გავმაგზობ და ახლა სად იყო აღარ მახსოვს და იცოდე ახლა ხო ნუ ზეპირად ვიტყვი, ესე იგი რომ რამდენიმე კაცმა შემეხმიანა, როცა ვთქვი რომ მეთქი ღირსების სასამართლო ახსენე და მე ზურაბ ჭავჭავაძე იყო მართალი მეთქი და ზვიად გამსახურდია იყო მტყუანი და ამავე დროს დამნაშავე მეთქი. აი აქ ამ დროს შემომეხმიანენ და კომენტარები დამიწერეს რომ ამ თემაზეო იქნებ ილაპარაკო და ნუ ხალხი არ არის გათვითცნობიერებული. არ იციან სიმართლე რა მოხდა. ნუ ფაქტიურად ქართველებმა უახლესი ისტორია არ იციან. არიან მოტყუებულები, შეცდომაში შეყვანილები და ამის გამო აი როგორც დააყენა იმ გამსახურდიამ რა უწოდა ისაო ჩვენიო მომავალი როგორ არის ეკლიანი გზა არისო ჯვარცმაო და რაღაცა და აი ესე მიდის ეს ჯვარცმაზე არის მართლა ჯვარზეა გაკრული საქართველო ეკლიან გზაზე მივდივართ და იქიდან დაიწყო ეს მე დავდე კიდევაც ის რა ქვია ზვიად გამსახურდია რომ გამოვიდა ლოკომოტივის სტადიონზე ჩაწერეთ იმაში რა ქვია YouTube-ში დევს ეს ვიდეო სამწუთიანია სულ რო არ გაგიჭირდეთ ზვიად გამსახურდიას მისტერიული გამოსვლაო ლოკომოტივის სტადიონზე მგონი ასეთი სათაურით არის სადაც ზვიად გამსახურდიამ დაწყევლა საქართველო ქართველი ერი დაწყევლა წეული იყოს ქართველიერიო თუო ისო ბარაბას გზით წავაო ბიჭო თვითონ ვინ იყო ბარაბას გზით არ წავიდა ქრისტე იზახდა ისაო როგორ არის არ შემეშალოს არა ვარ ამ რელიგიური მასში რა ქვია დაზეპირებული ის არა მაქვს ფრაზები მიეციო კეისარს კეისრისაო და ღმერთს ღმრთისაო და ბარაბა განთავისუფლებას ითხოვდა და აჯანყებას და გამსახურდია რომ გამოდიოდა თავის მიტინგებზე არის მაგისი ვიდეო ჩანაწერები რუსეთის დამპალი იმპერია სარი იმპერია უნდა დაინგრეს თიხის იმაზე ფეხებზე დგასო და მალე ასე ამოუვა და რა ვიცი მე არის ვიდეო და ნებისმიერ შეუძლია ჩართოს და კი პატრიოტული ის ქონდა გამოსვლები ხალხს აგიფნოზებდა პირდაპირ გეტყვით
ხო და ეგონათ რომ მართლა პატრიოტი კაცია და მე პრეზიდენტი რო გახდა ამდენი ხალხი ვინც ხმა მისცა 87%-მა მისცა ხმა ყველანი მოატყუა აი რო იტყვია ხოლმე გადააგდო ნამდვილად გადააგდო გამსახურდიან მოატყუა ეს ხალხი კომპიუტერი დაჯდა გამორთავ მე ახლა ამ კომპიუტერს მე ჩავაქრობ არ იმასაკნეს ხო და ბატონო ჩავაქროთ გამორთავ ეს სად არის ხო რას ვიძახდი დამოვიწყდა გადაუხვიე რა ну а ესე არის ესე იგი 65% თუ არის უკვე უცხოელი არაქართველი საქართველოში უკვე იმაში ვართ რა ქვია წითელ ხაზზე ვართ გადასულები გამოუვალი მდგომარეობა რო იტყვიან ხოლმე აი იმ მდგომარეობაში ვართ ხო და არჩევნებზე ვლაპარაკობდი თუ უცხოელები გადაწყვიტავენ რომ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და მუსულმანს დაუჭერს ხარს ან კიდე სომეხი იქნება აზერბაიჯანელი და ერთმანეთს ხმას მიცემენ საკონსტიტუციო უმრავლესობა შეიძლება გქონდეთ უცხოელებს პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოში ხო და წადი ახლა მე და რა გინდა რო ქნა ხო აი ეს არის ამ თემაზე მითხრეს რომ ვილაპარაკო გარდა გამსახურდიასი მე ახლა შევხვდი ამ Facebook-ში რომ ერთმანეთს ну რაღაც უკმაყოფილება აქვს ალბათ ერთმანეთში და დებატებში გამოიწვიეს იმათ რა ქვია დემურ გიორხალიძის მხარემ თემურ შაშიაშვილი ესე იგი ორი დაჯგუფება არის ასეთი ერთი რომელსაც ქვია ქართველთა დიდი გაერთიანება ეს არის დემურ გიორხელიძის ხალხი და თემურ შაშიაშვილი რომელსაც ქვია ეროვნული კონგრესი კი რაღაც რა ქვია კონგრესი ქვია და არის კონგრესია მეცნიერთა კონგრესი და ერთმანეთში რაღაც დებატები თუ რაღაცა არის და გამოიწვიეს ასევე მე შევხვდი კიდე დემურ გიორხელიძის სტატუსი არის მის პროფილზე დევს ვიღაც დამავიწყდა ვინ არის ეს კაცი არ ვიცი ძალიან ცუდად დაახასიათეს მოდელი იყო თუ კიდე აგზელებს თუ უცხოეთში არის თეოფილე თუ ფაიფურე რაღაცა ქვია რა ვიცი მე ხო და იმას უთქვია რაღაცა ულაპარაკია გიორხელიძეზე თვითონ დადო ის რაღაცა ლინკი გადახვევებით მოვისმინე ხო და ну არის რაღაცა ხელმოსაკიდი რასაც ელაპარაკება მე არ ვიცი გიორხელიძე დათანხმდა კიო დებატებში გავალო და ვილაპარაკოთო და ვის მოედანზე ეგ არ ვიცი ახლა იმასაც ქონია ეს ხო როგორც თემურ შაშიაშვილსაც აქვს ტელევიზია ამ გიორხელიძესაც აქვს ტელევიზია და ну ვის მოედანზე მოხდებაო და ალბათ აქვს მაგას მნიშვნელობა ხო და ну შეეთყობა ხო და მე სხვათა შორის მინდა აქვე ვთქვა რომ მე არა მაქვს ტელევიზია და ვერავის ვერ ვძახი ხო და მქონდა იმაში Facebook-ში კომენტარი თემურ შაშიაშვილთან რომ ხო უხეშად მომივიდა ალბათ პირდაპირ ლაპარაკი ვიცი და ცოტა პროვოკაციული რომ უფრო ყურადღება მიიქციოს ხო და ლაილაი დავწერე ასე ლაილაით მეთქი ქვეყანას არ ეშველება რა არის გასაკეთებელი მეთქი და თემურ შაშიაშვილმა ჯობიაო სახალხოდ ვილაპარაკოთ ნუ მე კი ბატონო მეთქი მოხარული იქნები მე ტელევიზია არ მაქვს და თუ დამპატიჟებ ტელევიზიაში მეთქი ხო და იგივე არის გიორხელიძესთან გიორხელიძესაც იგივე რაღაცა იყო და გაც
დებატები ახსენა და დებატები რა არის და დისკუსია თანახმავ იქნები მეთქი მეც მაქვს სათქმელი და შეკითხვები და კი ბატონო ვიდისკუსიოს არც გიორგი ხელიძისგან და არც შაშიაშვილისგან გამოხმაურება არ მაქვს თუ ამას მოისმენს ან ვინმე გადაცემს მე მზათა ვარ დისკუსიაში ჩავერთო დებატებს ეძახიან თვითონ დებატები ახლა ფრანგულიდან რო გადმოხდა დება არის საუბარი ესე იგი შემიძლია ვისაუბრო და როგორ არის ახლა როცა იქნება თუ შეუთავაზებენ თუ არა და პირიქით მე ვიცევ მაგრამ ეგარი რომ მე ვერ ვიცევ მე არა მაქვს საშუალება აი ახლა ტელეფონი ჩავთე ხო და კომპიუტერში ვიყურებოდი მარტო რომ რაღაც შპარგალკესავით რაღაცა ციფრები და რამე რო არ შემიშალოს მეთქი და სხვა საშუალება მე არ მაქვს აი ეს ერთი არის რაც მოახერხე ახლა როგორ ლაპარაკობ ხო ნუ მომავალში მოვიცი კიდე და ვისაუბრებ ისენი მაქვს თხოვნები ზვიად გამსახურდიას შესახებ რადგან მეუბნებია რომ შენო პირადული ისაგახო გამსახურდიასთანო და პირადული მტრობა არაფერი მტრობა არ მაქვს გამსახურდიასთან თქვენი ჯირიმე პირადული არაფერი არ მაქვს არც იმას ქონდა ჩემთან პირადული არც მე მქონდა არაფერი მქონდა გასახופი ძალიან კარგად მეგობრობდით სანამ მას არ შეეხო ეს რაღაცა და ცილი არ დამწამა და მტრობა არ დაიწყო ხო და მე მაშინაც უარზე არ ვიყავი ესე იგი პირიქით იქით ვეუბნებოდი და საუბარში ვიწევდი არის მაგის შესახებ რა ქვია ვიდეო კი არა ხო ნუ ვიდეო YouTube-ში არის სატელეფონო საუბარიდებს და თვითონ დაიმალა ეს გამსახურდია არ გაუმეხმაურა და მაგის შესახებ ვილაპარაკებ და ასევე საქართველოს მოსახლეობამ ქართველებმა არ იციან აი ეს ხო ვიძახით რომ ისავა რა ქვია სომხები რუსები ვიღაცები აზერბაიჯანელები ვიყალბებენ ისტორიასო ბიჭო როგორ გიყალბებენ ისტორია იმას თავი დავანებოთ წინა საუკუნეებში 100 წლის წინ ესე იგი რა მოხდა ის არ ვიცით ზოგი სტალინის აგინებს ზოგი პირიქით სტალინის აკებს ვისი ბრალია როგორ არის სტალინი მოღალატეა ზოგი იძახის ჟორდანია ის არის ეროვნული გმირია ზოგი პირიქით ხო აი ეს ვერ გაგვირკვევია რომ ჟორდანიამ რა გააკეთა საქართველოსთვის კარგი ან ცუდი ხო აი როგორ დავდოთ კარგი და ცუდი აი სასწორზე და რომელი პინა უფრო გადასწონის გინდა ჟორდანიას სასწორი დავდოთ გინდა იმაზე რა ქვია სტალინის რა გაუკეთებია იმის კარგი და ცუდი დავდოთ სასწორზე გინდა ორჯონიკიზე და ასე შემდეგ ხო ადამიანები ქმნიან ამ ისტორიას და იმ ადამიანების ნამოქმედარის გამო არის დღევანდელი აი საქართველოს მდგომარეობა შექმნილი თუ ჩვენ არ გამოვიძიებთ რა არ გავიგებთ ვინ რა გააკეთა და არ დავარქმევთ თავის სახელს ისე არაფერი არ გვეშველება თუ არა იმათ ყავთ მენდევრები როგორც კარგებს ისე ცუდებს მაგრამ ეგ არის რომ ცუდი უფრო არის ვიდრე კარგი რატო ვთქვი ახლა ეს აგერ 35 წელი გავიდა იმიდან რა ქვია პირველი დამოუკიდებლობიდან 1991 წლიდან წესით 1990 წლიდან რადგან არჩევნები მაშინ შედგა და უზენაეს საბჭო აირჩიეს ხო და 35 წელი ბაცოდა არ ვიცით ქართველებმა არ იციან და მოღალატეს მტერს ეძახიან გმირს პატრიოტს და პატრიოტებს შეარქვეს მოღალატეები ხო
აგერ ის არის ვიდეოდებს პირდაპირ, ну, კაი, არ მინდა მაგაზე ახლა ლაპარაკი, არ ვიცი ახლა გამიგრძელდა მგონია დრო და ხო, ასევე მე დავდე არის ჩემს პროფილზე და სხვაგანაც არის წერილი სათაურით ლეგიტიმაციის შესახებ, სადაც აი ეს განვლილი პოლიტიკური ის მაქვს მიმოხილული. ალბათ უჭირთ კითხვა და მე დავფიქრდი და ალბათ დავждები და კომპიუტერში გამოვიტან იმ ნაწერს და რაც არის მე წავიკითხავ, რომ ადამიანმა ყურით მოისმინოს. რატო ახლა კითხვა ეზარებათ ალბათ დროის მე მქონია ესე იგი შემთხვევა რა, მაგალითად სამსახურში რომ მივდიოდი, ან კიდე მოვდიოდი სამსახურიდან, გზა მქონდა გრძელი, დაახლოებით 45-50 კილომეტრი უნდა გამევლო, 1 საათი თუ ის იყო, რა ქვია, ბუშონია თუ რა ქვია, პრობკა არის, ქართულად საცობს რო ეძახით, მეტი მოიმინდებოდა და ავარჩევდი რაიმე ვიდეოს, საუბარს, ჩავთავდი და ტელეფონში უსმენდი და თან მანქანა დამხავდა. ხო, დროის მოგების მიზნით, ესე იგი, თან ინფორმაციას ვიღებდი და აი ამისთვის, რომ ვინმე თუ გზაზე არის, ან კიდე თუნდაც გზაზე კი არა, სახლში რო იყოს, აი დიასახლისები არიან, ხო, სამზარეულოში არიან, რამეს აკეთებს, საქმეს აკეთებს, ზოგჯერ არის, რომ გარაჟში აქვს საქმე ადამიანს და რადიო აქვს ჩართული ან რაღაცა და შეიძლება ასე მოისმინოს, იმათვის მე აი ამ თვალსაზრისით დავждები და იმას წავიკითხავ. მაქვს ეს სწორედ ამ უახლესი ისტორიასთან დაკავშირებით, აი პოლიტიკური აი ეს ამონარიდი, მთლიანად რა თქმა უნდა, მე ვერ იმას ვიზავ, ვერ გავწვდები, მაგრამ რაც მე შემემთხვა, რაც მე დავინახე და თან კიდე როგორ იცით, ისე შორიდან კი არ მაქვს ნანახი, იმ კულისებში რა ხდებოდა, აი ხალხმა რო არ იცის, იმისთან რამეებზე მიწერია და იმაზე ვილაპარაკებ. ნუ რომ მოვიცლია ახლა არ ვიცი, ნახავ და როგორც მოახერხებ, ისე ჩავწერ. თუ არ იცის ადამიანმა და თუ დავლეშავები არ ვართ, რო გაიგებს ადამიანი, ალბათ უფრო მეტი ის იქნება, რა ქვია, შეგნება მოვა, თორე იმათ რო უჩიჩინეს ადამიანებს, უჩიჩინეს აგერ, ხო? ჯორდანია გმირია. ხო და ამ დროს კიდე ვის რა გაუკეთებია, არ ვიცით. ჯორდანია ამ დროს როცა ну, кай, დავანებებ თავს ახლა, კიდე გამიგრძელდება, გადავუხვევ და ну, რაც მინდოდა, ეს მინდოდა, მე თქვა, რომ უკვე წითელ ხაზთან, კი არა, წითელი ხაზი გადაკვეთილი გვაქვს, რომ იტყვიან ხოლმე უფსკრულის პირას არის საქართველო, არა, ბატონებო, უფსკრულში ვართ უკვე 65% 35-ის წინააღმდეგ და თან კიდე, როგორც იძახიან, აგერ პატივცემული ხალხი, დემურ გიორხელიძე, თემურ შაშიაშვილი, სხვები კიდე, ხო? უსმენ მე, სხვებსაც უსმენ, მარტო ჩემი ის არა მაქვს, რომ წელიწადში დაახლოებით 100,000 ქართველი გადის უცხოეთში. რატო? იმიტომ აღარ შეუძლიათ უკვე თავის გატანა და ну, кай, მოკლედ ვილაპარაკე მე, რაც იყო, რაც მინდოდა მე თქვა, სწორედ აი ეს დემოგრაფიული და პოლიტიკური მომავალი, რომ არ აი, მადლობთ ყურადღებისათვის, ვინც მოისმინა და როგორც გითხარით, ამას თუ მონახავთ, თქვენ წაიკითხავთ,
და თუ გექნებათ კითხვები ამ სათაურით წერილი არის მეთქი რა ქვია ლეგიტიმაციის შესახებ ასევე გამსახურდიას პოლიტიკური პორტრეტი მაქვს სტადებული ასევე სალომე ზურაბიშვილის დავიჯდები წავიკითხავ რომ აი ესე თქვათ დიასახლისებისთვის ან კიდე რა დავარქვა ხო ადგილზე მომუშავე ადამიანებისთვის ზოგჯერ არის მკერავი ადამიანი ზოგჯერ არის მანქანის შემკეთებელი რემონტიურებს რო ეძახით ან კიდე რემონტებს რო აკეთებენ ხო და მოგზაურისთვის ესე იგი მძღოლისთვისაც და ადგილზე მომუშავეებისთვისაც ჩავწერ მე ესე საუბარს და მოისმენენ ალბათ თუ კითხვა უჭირთ და მაგის დრო ხო ჩემთვის გასაგები არის ეს ამბავი რადგან რო წაიკითხო უნდა უყურო ხო და საქმეს რო აკეთებ იმას უნდა უყურო ისე ვერ გააკეთებ ასე რომ მე აი ეს დახმარება მინდა რომ თან საქმე აკეთოს ადამიანმა მკერავმა რაღაცა შეკეროს ავტო შემკეთებელმა ნაწილი თუ რაღაცა უჭირავს ხელში იმას უყუროს დიასახლისმა რაღაცა ჭრის თქვათ და თითი არ გაიჭრას და ყურებაში ასე რომ ვეცდები რომ რაც შემიძლია მე აი ეს მეტი არაფერი არ შემიძლია ხო და თუ დამიძახებენ აი ეს ბატონები პოლიტიკაში რომ აქტიურობენ და გეტყვით რომ საქმეს არაფერს არ აკეთებენ მოწევალ თეოფილე თუ მეოფილე რაღაცა ვახსენე და იმას უთქვია რომ მარტო ლაპარაკობო შენო ხო და საქმეს არ აკეთებო და დემო გიორხელიძე გავრაზდა რას ქვიაო და დებატებში გამოიწვია თუ რაი და გაიქნება თუ მოვისმენ თუ შედგება და ყველა თავის მოსაზრებას იტყვის ხო და ასე რომ მე თუ ვინმე გამოვიწვევს თანახმავარ და თუ საჭირო არის იქით ვიწვევ ბატონო მაგრამ ეგ არის რომ მე თავაზობ მაგრამ მე ვერ დავპატიჟებ არა მაქვს მის ტექნიკური საშუალება რომ დავპატიჟო და ველაპარაკო ასე და თუ დავპატიჟებენ თავის ტელევიზიებში ხო ყოველ შემთხვევაში ცალკე გამოყოფ ამ საუბრის თემას და რადგან ერთმანეთი გამოიწვიეს და თუ შედგება საუბარი ხო კაი და თუ არა და მე ვიტყვი კიდე ამათ შესახებ ცალმხრივად გამოვივა მაგრამ რა ქნა თუ ორმხრივი არ გამოდის ხო იმის არ იყოს რა ქვია რა ქნას კარგმა მონარდება დროზე შაში თუ არ მოვაო თუ არ დამიძახეს და თუ საშუალება არ მექნება რამის გაკეთების ან თქმის რა გინდა ხო კაი მადლობთ ყურადღებისათვის და დილა არის თუ კარგ დღეს გესურვებთ საღამოა საღამომშვიდობისად მადლობთ ყურადღებისათვის საიდან გამორთავ ესეც არ ვიცი ახლა საიდან გამორთავ ვიპოვე